მოკლედ მეგობრებო, როგორც ხდება ხოლმე ტაივანის გუნდი გავაცალეთ, მოკლედ ეს ტრანსპორტირებული გუნდი, რასაც ვეძახით, გავაცალეთ, გავატყავეთ ანალოგიურად. ეს კრილოც ესე დამზადდა. გადამისადგილა საქის წერტილი, სადაც გიწევს მერე ხოდი კიდე ამ კარებზე, ესაც მისი უკანა ბამპერი. მოკლედ ამ ყველაფერს ჩვენ ახლა დავუგრუნდავთ. და მერე უკვე ეტაპობრივადაც გადავიღებ, როგორც მივიწევით ნელ-ნელა წინ. ესე გაკეთებული აკურატნად. ესე იგი მეგობრებო, რა ფოტო შემოვიყვანეთ. დეტალები ჩამოვკიდეთ, კარები აქეთ, საბარგული აქეთ, იმიტომ რომ პრაიომის ამოსაღები გვაქვს შიგნიდან, აი ესაც. კარებზე გადასვლას ვაკეთებთ. ესაც ესე გვაქვს დამზადებული, ახლა გერმეტიკები წავა, საცაცასასმელი აქვს, სადაც უწევს ქარხნულად. ამ ყველაფერს გავწმინდავთ, რა თქმა უნდა და უკვე შევღებავთ, ეს დეტალიც გახსოვს პატარა. დაზიანებულის გამომდინარე, რამ ხელაზე ფაქტურად გაიშალა, იმიტომ რომ გასწორდა ცოტა მეტად დაიშპაკლა, მერე რა თქმა უნდა ბოლო პირი მეტად და მერე უკვე გრუნტით ესე მაქსიმალურად გავშალეთ, რომ დეფექტი არ დაეტოვა რა. მაგიტომაც მოუწია ახლა აქეთ ამ კარებზე გადასვლა, აქეთ კარებზეც რაც შეეხება გადმოვდიოდით კრილოდან გამომდინარე, რომ ფერში მოხვედრილი ვიყავით. ნუ ესაც უკვე ვინუშტენი ითხოვს, რომ აქეთ ამ ხარეს გადავიდოდო ფერი, მოკლედ იდენტური იყოს და დაჭდეს ფერი თვითონაც. და აქ მოკლედ დავუწყებთ ამ ყველაფრის გაწმენდა შეფუთვას და მერე უკვე რა თქმა უნდა გადავიღებ შედეგებსაც, საბოლოო შედეგს რას მივიღებთ. აქ მეგობრებო, ესე იგი დავასრულეთ რა კოთხი. საბარგული ესე ჩამოვკიდეთ გარედან, შიგნიდან შევღებეთ. ეს ჩვენი კარები, რომელიც შეიღება ეს დეტალი, რომელიც ქონა დაზიანება. აი ესე იდეალურად გამოვიდა. და რაც შეეხება აქეთ ამ ხარეს კარის გადასვლას, აი როგორც ხედავთ, წვეტა გვაქვს აქამდე და აქედან უკვე გაშლილი საღებავი გვაქვს. აქაც აი ესე იდეალურად გამოვიდა. ჩაკერებულ ადგილსაც რაც შეეხება, აქაც აი ეს იდეალურად. ესაც უკანა კრილო. ესაც შიგნით თავის ტოჩკებით გავუკეთეთ. როგორც შეეფერება, მოკლედ აი ეს. ესაც ესე მოკლედ. ანუ დასრულდა. ხვალე უკვე გიორგი აგვიწყობს ამ ყველაფერს. აქეთკენაც რაც შეეხება, ესაც შიგნიდან წავაგერმეტიკეთ და ამობურეთ. და დანარჩენი უკვე გიომნა ივაშკაცოს აგვიწყოს ეს ყველაფერი. და ამით დასრულდება ჩვენი გრაფიკი, ჩემო მეგობრებო. მერე უკვე დეტალურად გადავიღებ ყველაფერს, ვაიწყობა და საბოლოო აწყობილ სურათსაც, ერთ სურათსაც ფაქტიურად განახებთ, თუ როგორი გამოვიდა. როგორც ხედავთ, აქამდე საღებავი არა ვართ მოსული, უკვე თავისი ფერია. ფერი გადასვლებს რაც შეეხება იდეალურად. შევამოწმოთ ახლა ფერის მაჩვენებლითაც. გვერდით და შუქებით ჩავახრეთ. რომ ზუსტად ვნახოთ ფერი. მოკლედ აი ეს. მოკლედ იდეალური რა. მაგიტომ ყველას ურჩევ პერეხოდით რომ შეიღებოს და ზედმეტი თავის ტკივილი რო არ კონდეს, რო აჭრელებული არ იყოს თვითონ მანქანას და ფერის რა თქმა უნდა რომ იდეალურად დაждდეს. მოკლედ ესე მეგობრებო დასრულდა. აქაც ესეა. დასრულდა და დაგჭა აწყობა და ხვალე ავაწყობთ ამ ყველაფერს და აწყობილსაც განახებთ, სრული დიოსაც შევკრავ და მოკლედ მაგასაც ჩავაყრებ და დაგათვალიერებთ. მეგობრებო, გიო აწყობს. და აქ სარკე აგვიწყო ყლობულად დეტალების დაგვისვა რუჩკებით. ფერიც ესე იდეალურად ქვედა მხარეები და ჩასაწყობი როგორც ხედავთ. აქეთ ამ მხარეს უკვე დაზღვრა, რაღაცები დააკლა და გავიდა მოსატანად. და აქ ესეც საბარგული ხაზი დავაგებ, აი ეს აწყობს. მოკლედ ჯერჯერობით ეს პროცესი გვაქვს. როგორც დაამცრელეს სულ ვიდეოს რა თქმა უნდა გადავიღებ და ჩავაგდებ, განახებთ. აქ ესეც მაგის ბამპერი. ეს ბამპერი აი ესე. Игровать. Быстро აწოს საბოლოო ვიდეოსაც გადავიღებ.
Так, მოკლედ დასრულდა ეს მანქანა აიწყო სრულად. შევღებეთ ეს კარი, წინა კარი, უკანა კარი, უკანა კრილო მდგომარე, ყველას გახსოვდა მდგომარეობა იყო. გადამოლის ადგილასაც იდეალურად. მოკლედ დასრულდა. ელოდება თავის ფლობელს და მანქანას წაიყვანენ ჩვენ სერვისიდან, მეგობრებო. ესე აიწყო ეს ყველაფერი იდეალურად. მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ. ყველას წარმატებული დღეს გისურვებთ, ჩვენ მეგობრებო.